ძნელი იყო გამარჯვება. რამდენი კილომეტრი გაიღვინე დაახლოებით? 1-6 ნახევარი. მაყოფილი ხარ? დიახ. რას გრძნობ აბა ახლა? სიხარულს. გილოცავ გენაცვალე. საიდან ხარ შენ? ჯოყოლოდან ხარ? დიახ. საიდან ხარ? ჯოყოლოდან. აბა გილო. ქართული ოცნების მხარდამჭერმა ახალგაზრდობამ გააკეთა თვითონ ეს ექსპრონტად დაგვიძახა რომ კეთდება დოღი შეიძლება რომ ამოზარდეთ და ამოვიდეთ და ვნახეთ შევესწარით დოღს შევესწარით კი არა დავესწარით დოღს და ავისა ესეთი ღონისძიებები ძალიან კარგი იქნება ეს არის კიდევ ვიზახი რომ ქისტების მხარდამჭერი აქცია ქისტების მომართული რომელიც აესე ქართული ოცნების მხარდასჭერა. რა თქმა უნდა ქართული ოცნების მხარდასჭერა მიუხედავად ყველაფრისა თუ ყველამ კარგად იცის რა მოხდა ქისტებში ცუდი ამბავი მოხდა სამწუხარო ამბავი მოხდა და მიუხედავად ამისა ესე არიან ქისტები მომართულები და იმენა რომ მიულოცო კიდევ დღევანდელი წარმატება ეთყობათ აი აქ რომ როგორი ვაჟკაცი ხალხი არიან თუ არაფერს არ უშინდებიან ძალიან მაგარი ხალხი დღევანდელი ეს შეხვედრა რაღაც მოხდა სპონტანურად ამ ქართული ოცნების მხარდამჭერებმა თავიანთი ინიციატივით სპონტანურად გააკეთეს, ჩაიფიქრეს ეს ინიციატივა და ჩვენ ვიმყოფებოდით ახმეტაში, გავიგეთ ეს ამბავი, დაგვირეკეს და ამოვედით აქ და საკმაოდ ხალხი შეიკრიბა აქ. რა კი ხალხია და ხალხთან უნდა გასაუბრება და ალბათ იტყვეს ბატონი პირველ რიგში ეს არის სათქმელი თქვენთან რომ მინდა რომ აი ესე ძალიან მაგრად იდგეთ აი ესე ვაჟკაცურად, კაცურად მე ვიცი რომ ესეა და ესეთ გეხართ, მაგრამ მე მინდა რომ ჩემი მხრიდან გითხრათ კიდევ ისათქმელი რომ კიდევ და კიდევ იდგეთ აი ესე კაცურად და ადამიანურად რომ დავინახეთ ხედავთ ამ ხელისუფლებას რა გაკეთებული და რას აკეთებს კიდევ და ვცდილობს ყველანაირად რომ პროვოკაციებზე წამოგვაგონ და წამოვაგონ ის მშვიდობიანი მოსახლეობა ვინც თავისთვის არის და ცხოვრობს მშვიდობიანად